ნიჭაკი მოვირგე, ტექსტი მოვირგე, ეს ყურიც როგორც იქნა მოვირგე. ბაჩო ქაჯაია. მოგესალმებათ ღამის შოუ პირველზე! მე ვარ ქართველი და მაშა სადამე მეც მახასიათებს ყველა ის თვისება, რაც მაინც და მაინც არ გვინდა რომ გვახასიათებდეს ევროპელებს. მაგალითად, მეც ვიცი ხოლმე საქმის ბოლო დღემდე გადადება. ალბათ გაინტერესებთ რა საქმე გადადო ბაჩომო ბოლო დღემდეო. საერთოდ ხო ასეთი ტიპები ვართ. გვეკითხებიან, არ გვეკითხებიან, მაინც გვაინტერესებს ხოლმე. რა გადავდე და მაგალითად ბოლო დღემდე გადავდე ჩემი ავტომობილის ტექდათვალიერება. დიდი ხნით ადრე კი ვიცოდი, როდის მქონდა ბოლო დღე, მაგრამ მაინც ბოლო დღემდე არ შევიბერტყე ყურები და მივედი მიწურულს ზემოთ ხსენებულ ტექდათვალიერებაზე. მოკლედ რომ გითხრათ, ჩემს კუთვნილებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების, კერძოდ კი ავტომობილის ტექდათვალიერებაზე. მივედი და დამხვდა რიგი. მიწურულამდე ყურ შეუბერტყავი ადამიანების რიგი. ოღონდ ეს რიგი ისეთი კი არ იყო, აი ამერიკულ კინოებში რო გვინახავს აი მოწესრიგებული. არა. აი ისეთი, ჩვენ რო ვიცით ხოლმე ქართველმა ევროპელებმა ესეთი წრიული. ვიკითხე რომ ბოლო რომელია თქო. და ვიღაცა მეძახის შორიდან აი სულ წირო დგას მე ვარო. ჩავდეგი ახლა ამ რიგში, რა უნდა მექნა? ხო, რაღაცნაირად ჩავდეგი. ხო და ნახევარი საათის მერე მოდის ვინმე გელა. გამეცნო, მე გელა ვარო. წეღან იმიტომ გითხარით, ვინმე თქო, მანამდე ხო არ ვიცოდი, სანამ გამეცნობოდა. ხო და მიყურებს და მე რა სხვაგან იყურება და გეტყვით, სადაც იყურება. შენს პაკრიშკებსო, რასაც ვუყურებო, საბურავებზე მეუბნება რა. ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლის ვერც ერთიო. შენ რასაც გიყურებო, არც შენ არ ახარ ახლის მყიდველია. ხო და მე მოგცემ საბურავებსო, დავაყენოთო, გაივლი ტექდათვალიერებას, დამიბრუნებ და სულ 30 ლარი დაგიჯდება ეს სიამოვნე. არა მეთქი. ჩემი პროტექტორების იმედი მაქვს თქო. არ ვიცი ხლა ეს რატო უთხარი რა. სინდისმა მქენჯნა თუ ის 30 ლარი დამენანა არ ვიცი. მოკლედ გავატარე ჩემი კუთვნილებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალება, კერძოდ კი ავტომობილი ტექდათვალიერებაზე. იქი მირჩიეს წავსულიყავი პროფილაქტიკაში, რათა აღმომეფხრა არსებული ხარვეზები ჩემს კუთვნილებაში მყოფი. მოკლედ ხო იცით რაც. მივდივარ ახლა პროფილაქტიკაში და მოხვდი საცობში. საერთოდ როცა საცობში ხვდები, სულ მაინტერესებს, აი რა ხდება წინ ხო რა. აი რატო არის ეს საცობი, ვინ ქმნის ამ საცობს, ვინ ქმნის რომ ესე ჭედავს აი ამ მოძრაობას თქო რა. ერთი მანახა მეთქი რა და პროფილაქტიკამდე არ მისული, მოხვდი საცობის წინ. აი, რაზეც მოცნებობდი, წეღან ერთი მანახა მეთქი. ხო მანახა. ვაკვირდები ახლა, აი, მოხვდი წინ და მეთქი, რა ქმნის საცობს? არაფერი არ ხდება ჩემს წინ. ცარიელია. მეთქი ახლა, ჩემს წინ ხო ცარიელი ერთი უკან უნდა გავიხედო მეთქი. ჩემს უკან გავიხედო. გაჭედილი ამდენი მანქანა. ფიქრობ, რამ გაჭედა კაცო ეს ამდენი მანქანა.
არაფერი არ ხდება ეს არ ვიცი ხო და რო ატყდა სიგნალები და რო შენ ისაო და მე კი მივხვდი რა ქმნის თურმე ამ საცობებს რა აი რამდენი ჩემისთანა ინტერესიანი მძღოლი ყოლია ქალაქში მოკლედ როგორც იქნა ამოვხსენი ეს საიდუმლო და იქვე შეუხვიე პროფილაქტიკაში ხედავ ბევრი ხელოსანია და მარტო ერთი მუშაობდა და დანარჩენი იდგნენ და უყურებდნენ. აი, როგორც მე ვარ ახლა რა. შეამოწმა ამან, მაგრამ სანამ შეამოწმებდა, ისაო, გამარჯობაო, როგორ ხარო. მე ოთხარი კარგად თქვენ როგორ ბრძანდებით მე. იმანაც კარგათო? კარგათო? ხოდა დაიწყო შემოწმება, შეამოწმა და შენო შესაცვლელი გაქვსო, ქანქარაო, ჯალამბარიო, მქნევარაო, აქსელერატორის სატერფულიო, გამანაწილებელი ლილვიო, აალების სანთელი და ელმაგნიტური ხვიაო. ხუამდენი რაღაცა მქონდა შესაცვლელი, მაგრამ ერთი ის გამიხარდა ქართულად რომ მითხრა ეს ეგრევე წავედი დაშლილებში ელიავაზე. ოღონ ჯერ ვათარგმნინე ეს ყველაფერი და მერე წავედი. ჩავჯექი ტაქსიში, ოღონდ იმ ტაქსიში კი არა, რომელსაც ხელი დავუქნიე. ამას წირო ჩაუჭრა იმ ტაქსიში. ჩავჯექი თუ არა ეგრევე მიცნო ბაჩოვაო. მეც ეგრევე ვიცანი რომ ტაქსისტი იყო. ისა მეჩქარება თქო რა, მეჩქარება თქო და პრობლემა არ არის. ამოუდგა სასტრაფოს უკან და გაყვა. რასაკეთებ მეთქი ხა? ნუ არ ღვევ მეთქი რა, ნუ არ. რას ვარღვევ? აბა უკან გაიხედეო. გავიხედე უკან და ნეტა არ გამეხედა. ჩვენ ხო ამოუდექით ამ სასტრაფოს. ჩვენ რა ეს. დანარჩენები ჩვენ ამოვიდგა. ჩვენ რა ამას. შენეთყობაო დაძაბული ხარო და არ ინერვიულო მუსიკას ჩაგირთავო და ჩამირთო ეს მუსიკა. სამი წამის მეტი ვეღარ მოვისმინე და გადავთე. ჰო, აი ამ მუსიკაზე გადავთე. და რაღაცნაირად აი ესე ფიქრმა წამიღო. საერთოდ ასე ვარ, იმიტომ ვთავ მუსიკას, რომ წამიღოს ხოლმე. და იქ მივხვდი, იმიტომ მიყვავს ქართველებს ყველაფერი ბოლო დღემდე, ვიცით რომ მაგრები ვართ და მაინც მოვასწრებთ. იმიტომ დგავართ რიგში წრეზე, რომ ამაყები ვართ და არავის გვინდა ბოლო ვიყო. იმიტომ მივყვებით აი ამ სასტრაფოს ყველა ერთად ასე გვერდიგვერდ, რომ ერთმანეთის გვერდში დგომა გვიყვარს. და ამ გვერდში დგომამ და ერთიანობამ მოგვიყვანა დღემდე ქართველები. და აი ამიტომაც ჩემს შოუს მუსიკალურად აფორმებს ქართული ბენდი Connection.